გამოვდივართ, მოსაცმელი მოიცვა და მოსაცმელის ჯიბიდან ამოიღო ლავაში რა პური. იაპონური და ქართული სუფრა ყველაზე მეტად იმით განსხვავდება, რომ ვინო ხო გატოტა ხო გაიტომო იმას ფაქტი განაიტა. საუხსენე რომ მოდერნიზებული არის. 関東、九州、関西といってその地域が იაპონურ კერძს გიოზას ყავს. მოგესალმებით. დღეს მასპინძლობთ იაპონელ მორაგბეს იოტოს და ქართველ გიორგი თეთრაშვილს, რომელსაც გაუმასპინძლებით რესტორანი ჩვენი, სხვადასხვა კერძებს დავაგემოვნებთ, როგორც ქართულ ტრადიციულს, რომელიც იქნება მოდერნიზებული, ასევე გვექნება იაპონური კერძებით, შეგიძლიათ გადაიღოთ და ისიც აუხსენე რომ მოდერნიზებული არის. კერძი შედგება ცომისგან, შიგთავსი არის ხორცი. ნახოთ ხინკლი. ხინკლის ძალიან დიდი მოყვარული ვარ. ეს რაღაც მოდერნიზებულ ვარიანტებს ცოტა ვერ ვგულობ ხოლმე, მაგრამ ძალიან გემრიელია, მართლა ძალიან გემრიელია. 餃子と似てますね。 მოეტონა და იაპონურ კერძს გიოზას ყავს, რომელიც დაახლოებით იგივე სტილში მზადდება, როგორც ქართული ხინკა. შემდეგი კერძი შემოგვიტანეს შქმერული, ქათამის შქმერულად და აქეთ უკვე ლობიოს ბურთულები, რომელსაც გავსინჯავთ. 揚げてる。 ვინო ხო გატოტა ხო გაიტომო იმას ფაქტი განაიტა. ეს ლობიო ძალიან გემრიელია. 豆美味しいです。はい。米のやつは日本の იაპონური კერძი არის ესეთი მენჩიკაცუ, რომელიც მეც პირველად გავიგე, ზუსტად არ ვიცი და მაგას გავს გემოთინა შქმერულის ბურთულა. იაპონელების გემოვნება, ქართველების გემოვნება ძალიან გავს იმ მხრივ, რომ ხორცი, თუნდაც ქათამი, საქონელი, ღორის ხორცი და ასე შემდეგ ძალიან უყვართ და სხვა იაპონელებიც, როდესაც აგემოვნებენ ხოლმე ქართულ კერძებს, ძალიან მოწონთ ხოლმე ყველას. და განსაკუთრებით შქმერული, რომელიც უკვე იაპონიაში იყიდება პაკეტების სახით მზადდება. ცხელწყალს დაასხავ და შქმერული ხდება. გამოყოფ უფრო ლობიოს ბურთულებს, ლობიოს მოყვარული ვარ და ძალიან გემრიელი იყო და ეს соуსი, ჯონჯოლის соуსი, ხო? ძალიან გემრიელი იყო და ძალიან მოუხდა. გაუმარჯოს. გაუმარჯოს. იაპონურად კანპაი. კამპაი, ბაი. კამპაი. გადავიდეთ სარაგბო თემატიკის კითხვებზე. გიორგი, გაიხსენე, როგორ დაიწყე რაგბი, რომელ კლუბში თამაშობდი? 13 წლის ასაკში ჩემი უბნელები ესე სკოლიდან ძალიან ბევრი თამაშობდა რაგბის კლუბ ხულიგანაში. სადაც ერთ-ერთი ტრენერი ჩემი ასაკის იყო ვახულდია. რომელიც იყო ჩემი ძმის მეგობარი და იმან ურჩია, რომ ცოტა წონას არ ურჩიოდი არც არასდროს, არც ბავშვობაში. დალაც კი იყო. ნუ იმან ურჩია ჩემს ძმას როცა დაბედი რაგბში და ნუ პირველივე ვარჯიშიდან თან ის რომ ჩემი მეგობრები ძალიან ბევრი დადიოდნენ რაგბზე იქ, მაგრამ ცოტა რომ მივსულიყავი და მივედი და დღეს აქ მოვედი და საინტერესოა, იოტოსთანაც გადავიდეთ, როგორ დაიწყო რაგბი? 僕は小学1年、まあ6歳ぐらいから იუტომ 6 წლიდან დაიწყო მამის ინიციატივით, ესე რომ ვთქვათ, მამამ გამოხატა სრული და შესთავაზა იუტოს და მიიყვანა და მოეწონა, მოკლედ დაინტერესდა და მაიდან მოყოლებული გააგრძელა თამაში. ქართველი სტუმარი რო ჩამოვიდეს იაპონიაში, რომელი კერძით გაუმასპინძლებოდი, ძალიან საინტერესოა. いやもう絶対寿司。სუშით გაუმასპინძლება. მარტივად გამოძრა. まあラーメン、天ぷらとか。 სუში, ტემპურა და რამენი. გიორგი, შენ რითი გაუმასპინძლებოდი? გაუმასპინძლებოდი რა თქმა უნდა ხინკალით პირველ რიგში. სამოელი მეგობრები მყავს რა, საფრანგეთში ერთად თამაშობთ და რა ჩამოვიდნენ, გაუარეს სასტუმროში, მეთქი წამოდით განახევთ რა გვაქვს როგორ და რომ მივედით რესტორანში, ხა ჩვენ როგორც ვიცით, დაიყარა ეს რაღაცები, ბევრი რაღაცები შევუკვეთე. ანუ გაგიჟდნენ ღორის ხორცის, რაც კუნძულელებს ძალიან უყვართ. ეს ღორის ხორცის გემო, ნამდვილი ახლა გავიგეთ რა, იმენად მოეწონათ ხინკალი, ყველაფერი რა. გამოვდივართ, მოსაცმელი მოიცვა და მოსაცმელის ჯიბიდან ამოიღო ლავაში რა პური. მეთქი ეს რა არის, რა პურიო ძალიან მომეწონა და ამას ვიქო ვერ დავტოვებდი, თან მომერიდაო რომ მეთქვა. რაღაც მაინტერესებს. თუ აქვს რაიმე ტრადიცია ხარ როგორც საქართველოში მაგიდასთან სუფრა, როგორ მიდის, ანუ მაინტერესებს როგორია ტრადიციული. 残したりしたら逆に失礼って思われます。 იაპონური და ქართული სუფრა ყველაზე მეტად იმით განსხვავდება, რომ ჩვენ რო გვიყვარს ამდენი საჭმლის გამოტანა, რომ უნდა დარჩეს აუცილებლად, თორე თუ არ დარჩა, ესე იგი არ იყო. იაპონიაში პირიქით თუ დარჩა, ეგ უხერხული და ისეთი რაოდენობა გამაქვთ, რაც აუცილებლად ბოლომდე შეიჭმება. და ნუ ღვინის მაგივრად, რა თქმა უნდა, ისინი საკეს იყენებენ, ბრინჯის არახს. ეგ მოგვიტანის იაპონური კერძი სუში და თან იოტო მეტი გითხარი სუშიზე. まあ醤油をちょっとかけます。お、こんぐらい。はい。 ესე ცოტას დავისხავთ თითოეული ჩვენგანი თეფშზე.
ანუ ეს ინდივიდუალურიაო, თუ ცხარე, წარე კერძი გიყვართ, შეგიძლიათ რომ soya sauce-ში მცირედი გახსნათ და შემდეგ იმას ჩააწოთ და მიირთვათ, რომელიც უფრო ცხარეს ხდის. დიახ, როგორც აღნიშნეთ წეღან, ბრინჯის ხარეს არ დებენ, ანუ თევზის ხარეს დებენ soya sauce-ში და ისე მიირთმევენ. でもあんま気にせずつけて食べてますいつもは მაგრამ ანუ დიდად უკვე აღარ აქცევენ ყურადღებას და რომელ მხრითაც დაიჭერდა ჩააწობ. ხო, ანუ საშიმი არის უმითევზე და ვასაბის იყენებენ მასთან ერთად, რომ ეს განეიტრალოს და ანუ ბაქტერიების წინააღმდეგ. ნიჰონნო სუშიო ხურაბეთარა これジョージアの寿司ですか ჯორჯიადაც ხურარითა სუსიです. იაპონური ანუ სუში მეგონაო, როგორი გემრიელიცა, იგივე გემრიელი არის აქაცო. იაპონიაში მე კარგი სუში ვერ ვჭამთ, მაგალითად. ჩვენი ბევრად კაი. წყალი ყოქაი. იოტო, იაპონიის ნაკრების ლოგო საკურა. მეტი რო გითხრა საკურაზე რისი სიმბოლოა და რატომ არის საკურა იაპონიის რაგბის სიმბოლო. 関東九州関西といってその地域があってそのラグビー協会のが3つ重なってできてるっていう პირველ რიგში საკურა მოგეხსენებათ, რომ არის ერთ-ერთი ცნობილი ყვავილი იაპონიაში, რომელიც გაზაფხულზე მარტი-აპრილის შუადეთში ყვავის და ეს სამი ცალი საკურა გახლავთ სამი რეგიონის გაერთიანება, რომელიც ამ რაგბის ორგანიზაციას წარმოადგენს. კანი, კიუშიუ და კანსაი ამ სამი რეგიონის გაერთიანებაა და მაგიტომ არის მოცემული სამი საკურა. ამ საკურას იყენებენ როგორც მამაცი აყვავების სიმბოლოდ, რადგან ესე რომ ვთქვათ, იაპონია მოძლიერდა, რაგბის კულტურის მხრივ აყვავდა, როგორც საკურა და აქციეს მათ თავარ სიმბოლოდ. გიორგისაც ვკითხოთ ბორჯღალზე. ბორჯღალი ეს ძველი ქართული სიმბოლოა მზის და ანუ მზე ძალა, ერთობა, სიცოცხლე, მუდმივობა რაღაც. ალბათ ამ თამაშს ყველაზე მეტად ეს სიმბოლო შეესაბამება და მგონია რომ სიამაყით და კარგად ვატარებთ ამ სიმბოლოს. お魚の სუშიდან ყველაზე მეტად რომელი ვარიაცია მოგწონს? მე კლასიკური ვარიანტი მომწონს. ნუ ჯოუჯუ სუში და იოტო, რომელ გუნდში თამაშობ და რა პოზიციაზე? 今は去年までは東芝ブレイブル ეხლა იოკოჰამა კენონ იგლს სახელწოდების მქონე რაგბის კლუბში თამაშობს. როგორც მივხვდი, შუამარბი და გარემარბათაც თამაშობს. გიორგი სათხარ ამჟამად და რა პოზიციაზე თამაშობ, ესეც რო გითხრა. ახლა ვარ ერპინიაში, ავტომატის გუნდში და თამაშობ პირველ ნომერს, პირველ ხაზს შერკინების. ბურჯი. ქართულად ბურჯი. მადლობა. მაგალითად ვერ დავეწევი, აზრი არა. პირველი ნომერი ეს არის შერკინების მოთამაშე, უფრო მძიმე მოთამაშე, რომელიც ნაკრებს მოძრაობს მოედანზე, ხოლო იოტო არის უკანახაზელი, რომლის პირდაპირ ფუნქცია მოვალეობა არის ინტერვალებში და სივრცეებში მოძრაობა. სხვადასხვა პოზიციის მოთამაშეები ყავს დღეს. მადლობა გიორგი მობრძანებისთვის, მადლობა იოტო, მადლობა თარგმნისთვის, ჩვენს თარჯიმანს. არიგატო.